მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან დღეს პარლამენტში. მაკა ბოჭორიშვილი პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაასდგება. საგარეო უწყების პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოში გახარიას გუნდმა დაიბარა. ფრაქციამ საქართველოსთვის მინისტრს წინასწარ 19 შეკითხვა გადაუგზავნა. მთავარი აქცენტი ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძვლებზე კეთდება. დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, რამდენ შეესაბამება ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციას. კითხვები ეხება რუსეთთან ურთიერთობებსა და საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმებს. გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ისტორიულად ყველაზე კრიტიკული დასკვნა გაფართოების შესახებ. ამ დასკვნის მიხედვით დადასტურდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის ფაქტობრივად ფორმალური, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს წინ წასულიყო და პროგრესი ქონოდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პირიქით რეალობა არის სრულიად საპირისპირო და ჩვენი კითხვები სწორედაც იქნება დაკავშირებული გაფართოების ანგარიშთან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ინტერპელაციის წესით შესაძლებლობას ხელისუფლების წარმომადგენლის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაბარების. ამ შემთხვევაში ჩვენ მოусმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც არწმუნებული ვარ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე, მათ შორის ამ ოპოზიციური პარტიისთვის პოპულისტურად რაღაც აქტუალურ კითხვებზე გაცემს სრულყოფილ დამაჯერებელ პასუხს, რაც კიდევ ერთხელ გახდის ნათელს, მოფეს ნათელს ყველა იმ საკითხო პრობლემას, რომელიც ამ თემის გარშემო არსებობს. თურქეთში იმყოფება საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ჩალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტაშორისო კავშირის 152 ასამბლეის სხდომაში, რომელსაც წელს სტამბოლი მასპინძლობს. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა და არაერთი პირისპირ შეხვედრა. ფორუმზე 160-მდე ქვეყნის 2500-ზე მეტ წარმომადგენელს ელოდებიან. დისკუსიის მთავარი თემა მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაა. შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნაში მიმდინარე რეფორმები, სავალუტო ფონდთან საომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საქართველოს დელეგაციამ მოლაპარაკებები აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელებთანაც გამართა. საუბარი შეეხო ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა ენერგეტიკა და საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება. საუბარი ჰქონდა გეოპოლიტიკურ სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის. შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე რეფორმებთან მიმართებაში, რომ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას. ასევე შეხვედრები გაიმართა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან. შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს არის დაკავშირებადობის ნაწილი, ეს არის შუა დერეფნის ინფრასტრუქტურა, ყველა სახის ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე საზღვაო და ასევე საჰაერო. ნიუ-იორკში კი შეხვედრები ჰქონდა განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს. გივი მიქანაძე ახალგაზრდობის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. საუბარი შეეხო ახალგაზრდობის ფორუმების მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას. აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ბანაკებზეც, რომლის ორგანიზებაშიც საქართველო მეზობელ ქვეყნებთან ერთადაა ჩართული. ქართულმა მინისტრმა ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა. წარუდგინეთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ახალგაზრდობის განვითარების ხელშესაწყობად საქართველოში. მათ შორის აქცენტირება გავაკეთეთ ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტებში, მრჩეველთა საბჭოებზე, სადაც ახალგაზრდები დემოკრატიული პროცესიდან გამომდინარე არიან ჩართული აქტიურად დაფინანსების მოდელზე, რომელიც არსებობს როგორც ცენტრალურ დონეზე ახალგაზრდობის სააგენტოში, ასევე ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების მხრიდან და მქონდა საუბარი იმ საერთაშორისო ბანაკებზე, რომელიც შარშანდელი წლიდან დაიწყო მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. წელს ანალოგიურად ეს გაგრძელდება და დაემატება თურქეთი. გაეროს გენდივნის მოადგილემ გთხოვა, რომ წარმოვადგინოთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოში დაგროვდა, რამე თუ განსაკუთრებით ეს საერთაშორისო ბანაკები და შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელება ბანაკების მონაწილეთა მხრიდან არის განსაკუთრებული ინტერესის სფერო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაჩქარებული წესით დღეს მეორე მოსმენით კენჭსუყრის გრანტების შესახებ კანონს. კანონპროექტის თანახმად გრანტად აღარ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის ფინანსური სახსრები, რომლებიც უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებს ან უშუალო დიპლომატიური მისიის საქმიანობას მოხმარდება. საქართველოს მთავრობის ნებართვა კვლავ საჭიროა, თუ თანხის გადაცემა საქართველოს მოქალაქეზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე იგეგმება. ეს კანონი რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს ეს დამატება, ეს არის დაზუსტება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატიური საქმიანობის მთავარ მიმართულებებს და ამას არ უნდა ცდებოდეს არც ერთი საელჩოს აქტივობა. თუ კი მოინდომებს გარკვეული აქტივობების დაფინანსებას, რასაკვირველია ეს თემა დეტალურად უნდა განიხილოს მთავრობასთან. ვინაიდან გამოვრიცხოთ ყველანაირი გაუგებრობა. ლიბანისა და ისრაელის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა ვაშინგტონში მარკო რუბიოს ხელმძღვანელობით. მხარები პირისპირ მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული შეხვედრის დასრულებიდან მალევე ლიბანი კვლავ დაიბომბა. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მიტანილი იერიში შედეგად ქალაქ ტირეში ხანძარი გაჩნდა. დაშებულების შესახებ ინფორმაცია არ არის. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას. შეერთებული შტატები შეერაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურის ცნობით, ბლოკადის მეშვეობით მათ ირანში საზღვაო ეკონომიკური ვაჭრობა შეაჩერეს. ამერიკა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო უპირატესობას ინარჩუნებს, აცხადებს ბრედ კუპერი. შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ირანულ ნავთობზე დროებით შეჩერებული სანქციები 19 აპრილიდან სრულად აღდგება. ამ დროს დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომი ირანში დასასრულს უახლოვდება და რომ თეირანს შეთანხმების დადება სურს. მათ ქვეყნის აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ, ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია, ნახოთ რა მოხდება, აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში. ლიბანთან ერთად ისრაელი ბომბავს ღაზას სექტორსაც, ცახალის საჰაერო იერიშს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაშავდა. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის მანქანა დაბომბეს, რომელშიც ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის შეერაღებული წევრები იმყოფებოდნენ. ახლო აღმოსავლეთთან ერთად ომი გრძელდება უკრაინაში. სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა გასულ ღამეს უკრაინის ჩერკასის ოლქში ოკუპანტების იერიშის შედეგად. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები. რუსულმა ძალებმა მანამდე იერიში მიიტანეს დნეპრის ოლქზე. დაშავდა 3 პირი, გაჩნდა ხანძარი. რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამავე დროს უკრაინის სამხედრო ძალები იტყობინება, რომ ისინი დონეცკის ოლქში თავს დაესხნენ რუსული დრონების საწყობებს. არავინ დაშავებულა. უკრაინული დრონების ნაწილი მალე ნორვეგიის ტერიტორიაზე დამზადდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ოსლოში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ნორვეგიაში ჩასვლამდე ვოლდიმერ ზელენსკი გერმანიაში იმყოფებოდა, შეხვდა ფრიდრიხ მერცს. ერთობლივ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოკლე დროში ვერ დასრულდება. მან ასევე მოუწოდა კიევს დააჩქაროს შიდა რეფორმები განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პარალელურად გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის 4 მილიარდი ევროს ღირებულების შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულება საბრძოლო ციფრული მონაცემების გაცვლას ითვალისწინებს. და ცოტა ხნის წინ კალაუშ-გულის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა. ტერიტორიაზე გადაადგილება უხვი ნალექისგან გამოწვეული ქვის ცვენის გამო გუშინდელი დღიდან იყო შეფერხებული. ასევე აღდგენილია მოძრაობა კახეთში, სოფელ ჰერეთის კართან, რომელიც მდინარე ალაზნის ადიდების გამო იყო პარალიზებული. პარალელურად კახეთში უკვე მეოთხე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება ქვიშანაშალისგან ჩახერგილი ხევების კალაპოტები და სანიაღვრე არხები. პრობლემურ მონაკვეთებზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადიდებულმა მდინარეებმა რეგიონში ინფრასტრუქტურა დააზიანეს, დატბორილია ნაკვეთები და სახლების პირველი სართულები. წყალი დგას სულ მთლიანად მინდვრებში ტერიტორიაზე. ერთი იყო შარშან ამ დროს, მაგრამ ესეთი არ ყოფილა. ესეთი არ ყოფილა. ამ ხელა მასშტაბის არა, ამდენი წყალი მე არ მახსოვს, 60 წლისა ვარ, ესეთი რამე არ მახსოვს. მეოთხე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციებზე სამუშაოები, რომელიც სტიქიის ლიკვიდაციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის და შიდა სახელმწიფოური მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეუზღუდავად მიმდინარეობს. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სტრუქტურები და ყველა იმ ადგილზე, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს მუშაობას.
კურიერი საათზე დასრულებულია. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს ამბებით